პროტესტის 25 დღე ჭიათურის პარალელურად მაღაროელები აქციებს დედაქალაქშიც გეგმავენ. დღეს პროტესტის ეპიცენტრი მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია იყო, საიდანაც ჭიათურელი მაღაროელები მსვლელობით კოსტავას 68 ნომერში პირველი არხის ძველ შენობასთან მივიდნენ. მოთხოვნა არის კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან 3 თვის განმავლობაში გაუცემელი ხელფასების ანაზღაურება, წიაღისეულის მოპოვების მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენა, საწარმოების სახელმწიფოსთვის გადაცემა და ჯორჯიან მანგანეზის რაიონიდან საერთოდ გასვლა. პროტესტი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ცოტა ხნის წინ მმართველმა კომპანიამ ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ ფინანსური სირთულეების მოტივით მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლოში გაკოტრების პროცედურა დაიწყო. სწორედ ამ კომპანიას გადააბარა ჯორჯიან მანგანეზმა 1 წლის წინ საწარმოების მართვა. მაღაროელებს პრეტენზია აქვთ პროფკავშირებთანაც, რომელიც პროცესში შუამავლად არის ჩართული. ხატია ჯამალაშვილმა მოისმინა თბილისში ჩამოსული მაღაროელების პოზიციები, მას ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. ხატია. დღეს ჭიათურელი მაღაროელები ავტოკოლონით ჩამოვიდნენ დედაქალაქში და მთავრობის კანცელარიასთან პირველ საათზე. შეიკრიბნენ იმისთვის, რომ საკუთარი მოთხოვნები, როგორც ისინი ამბობენ, უფრო ახლოდან გააგონონ საქართველოს მთავრობას. შეკრებილმა მაღაროელებმა საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად ჩამოთვალეს ის პუნქტები, რასაც ისინი უკვე ითხოვენ 25 დღის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მათი პროტესტი მიმდინარეობს და მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ მათ მიიღონ კუთვნილი ხელფასები, როგორც ისინი ამბობენ, რომელიც მათ 3 თვე უკვე არაუღიათ. ასევე ისინი აცხადებენ, რომ ჭიათურის მაღაროს ხელმძღვანელობა და მართვის სადავეები უნდა გადაიბაროს საქართველოს მთავრობამ და ასევე უნდა დაიფაროს მათი ფინანსური ვალდებულებები, ასევე მოგვარდეს სადაზღვევო პრობლემები, რომლებიც მათ მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც შეწყდა მათი მუშაობა. ასევე ჭიათურელები აცხადებენ, რომ უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ფონდი, სადაც შესული თანხის 5% ჭიათურის განვითარებას მოხმარდება. დღეს აქციის მონაწილეებმა ასევე აქციის მიმდინარეობის დროს პრეტენზიაც დააფიქსირეს მედია საშუალებების მიმართ, რომ არ ეთმობა სათანადო ყურადღება მათ პროტესტს და ამ პრეტენზიის დროს ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გაკეთდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მათ განაცხადეს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ მისცა მხარეებს პირდაპირ ეთერში პოზიციების სრულყოფილად დაფიქსირების საშუალება, თუმცა აქვე შევახსენებ მაყურებელს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის პირდაპირ ეთერში კაცინცაძის გადაცემაში აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს ჰქონდა საშუალება, რომ ჩართულიყო პირდაპირ ეთერში დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია. ასევე ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ჭიათურაში პროტესტის დაწყების დღიდან არაერთხელ და მომზადდა როგორც რეპორტაჟები, ასევე სხვადასხვა ჩართვები. ბუნებრივია, მაუწყებელი მიადევნებს აღნიშნულ პროტესტს თვალყურს და მოვლენების განვითარების შესაბამისად გაშუქდება ეს პროცესი. რაც შეეხება აქციის მიმდინარეობას, მას შემდეგ, რაც ეს პრეტენზიები დააფიქსირეს აქციის მონაწილეებმა, მათ მსვლელობით გადაინაცვლეს კოსტავას 68 ნომერში მაუწყებლის ძველ შენობასთან, სადაც მოითხოვეს არხის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, იმისთვის, რომ ჩანიშნულიყო პირდაპირ ეთერი მხარეების მონაწილეობით და ეს შეთანხმება შედგა. უახლოეს მომავალში დაიგეგმება პირდაპირ ეთერი, სადაც მხარეებს მიეცემათ საკუთარი პოზიციების დაფიქსირების საშუალება. დაგვიკავშირდებიან არის საკონტაქტო დატოვებული, როგორც მიზეზია დღეს თუ რატო ვერ შედგა, დაგეგმილია ყველა ეთერი, დატვირთულია და დიდი ალბათობით ხვალ ან უახლოეს დღეებში აუცილებლად დავსხდებით, ასევე ეცდებიან, რომ გავიდენ კომპანიის ხელმძღვანელებთან ან მთავრობის წარმომადგენლებთან. ჩვენი თხოვნაა, რომ ვინმე დაგვისხდეს ისეთი ადამიანი, ვინც პრობლემის გადაწყვეტას ან თუნდაც იმ სიმართლეს ვეთქვით, რასაც ჩვენ ვაჟღერებთ ამ ხნის განმავლობაში. ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი დღეს დასრულებულია დედაქალაქში, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ჭიათურის პარალელურად მათი ეპიცენტრი, პროტესტის ერთ-ერთი ეპიცენტრი ასევე იქნება დედაქალაქიც და ისინი აპირებენ, რომ პერიოდულად საქართველოს მთავრობას შეახსენონ მათი მოთხოვნები. მადლობა. ხატია ჯამალაშვილი საუბრობდა ჭიათურელი მაღაროელების პროტესტის შესახებ პირდაპირ ეთერში.